საღამომშვიდობისა მოკლე დღის მთავარი ამბების შესახებ, რომელზეც მე-9 არხის საინფორმაციო სამსახური ამ წუთებში მუშაობს. 9 საათზე მე-9 არხის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა და მათი განცხადებები. ლარი კინგი ტელეკომპანია CNN-ის ცნობილი წამყვანი 25 წლის განმავლობაში. ლესლი გელბი გაზეთ New York Times-ის სარედაქციო გვერდის რედაქტორი, ამჟამად საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს პრეზიდენტი. ჰერბერტ ლი ჰამილტონი, ყოფილი კონგრესმენი, 11 სექტემბრის ტერაქტის საგამოძიებო კომისიის თანათავმჯდომარე და ფრანგი ჟურნალისტი, მედიის ცნობილი უფლებადამცველი ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრებგარეშეს თანათავმფუძნებელი რობერტ მენარდი. მათი განცხადებები მე-9 არხის შესახებ დღის მთავარ გამოშვებაში. ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციის რა ვერსიაზე საუბრობს რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ანდრეი ბაბიცკი, რომელიც თავის დროზე აქტიურად აშუქებდა ჩეჩნეთის ომს. ეხო კავკასიის ეთერში ჟურნალისტმა ევროპაში მცხოვრები ჩეჩნების მონაყოლი გაახმოვანა. 9 საათზე ვერსია, რომლის მიხედვითაც ქართულმა სპეცსამსახურებმა, რომლებიც გამცილებლების მოვალეობას ასრულებდნენ, ბოლო წუთს გეგმა შეცვალეს. შეერთებული შტატების ახალი ელჩი თბილისში პირველი დღე რწმუნებათა სიგელების გადაცემა და ზოგადი კომენტარები. რიჩარდ ნორლანდი, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში 32 წლიანი გამოცდილება აქვს, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ პერიოდში ჩამოდის. 9 საათზე ვინ არის შეერთებული შტატების მე-7 ელჩი საქართველოში? რატომ ჩამოხსნეს ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბიდან სახელმწიფო დროშები და ვინ ხელმძღვანელობს მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს სოფელ დუიში? რწმუნებული საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს 9 საათზე. ასევე ნახეთ, რა კავშირი აქვს პეტრა ცისკარიშვილს იური ბაღაკაშვილთან, ადამიანთან, რომლის სახელიც ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეებში ფიგურირებდა. ეს და დღის სხვა მთავარი ამბები 9 საათზე მე-9 არხზე. მე დროებით გემშვიდობით, მადლობა.